პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი ამ არეალში კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებდნენ. ჯენინი ისრაელ-ჰამასის 15-თვიანი ომის დროს ხშირად იყო ისრაელელთა რეიდების სამიზნე. დასავლეთ სანაპიროზე ძალადობა მკვეთრად იმატა მას შემდეგ, რაც ღაზაში კონფლიქტი დაიწყო. ისრაელელთა სამხედრო ოპერაციებს 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ღაზაში კი მესამე დღეა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. მოქალაქეები უბრუნდებიან თავიანთ სახლებს, თუმცა ახლა იქ მხოლოდ ნანგრევებია. აქაურობა აგურისა და ბეტონის გროვადაა გადაქცეული. ამ ყველაფრის გაწმენდას 2 წელი დასჭირდება. ან სადუბრუნდებით, აქ კარვის გაშლაც კი შეუძლებელია. ყველაფერი სრულადაა განადგურებული. გაეროში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ღაზაში დახმარებით სავსე 900-ზე მეტი სატვირთო შევიდა.